მზერა დავინახე ჩემსკენ და გამიკვირდა, იმიტომ რომ მე ფეხზე ვიდექი. მოსამართლის პასუხი ამაზე იყო, რომ უნდა დაალოდებოდა მოსამართლის განცხადებას დაჯდომის ნებართვასთან დაკავშირებით. მოსამართლის უპატივცემულობა ასე მიწერია ოქში, სასამართლოს ხდომის ოქში ასე ჩაწერეს დამაჯარიმა 200 ლარით, რომ თითქოს, როდესაც ის შემოვიდა დარბაზში, თითქოს მე არ ავდექი ფეხზე, თუმცა მე ფეხზე ავდექი. მანამდე მუშაობდი ლეპტოპიმელტო მუხლებზე და როგორც კი კარი გაიღო და გავიგე რომ თქოთ ადექით ფეხზე მე წამოვდექი ჩემი ლეპტოპიანად არც ალბათ რამდენიმე წამი ვიდექი და დავჯექი ისე იმიტომ რომ ყველაფერი ხელში მეჭირა ლეპტოპი ტელეფონი და რა დამბარნდა ძირს ეს ჩემი ტექნიკა და დავჯექი ჩემს უკან ბოლო რიგში იდგა იჯდა ქალბატონი რომელსაც უთხრა რომ თქვენ ფეხზე არ ადექით და ამიტომ მომეწეთ თქვენი პირადობა და შემდეგ უკვე კიდევ ერთხელ გაისმა რომ ქალბატონო თქვენს და მზერა დავინახე ჩემსკენ და გამიკვირდა იმიტომ რომ მე ფეხზე ვიდექი და დავჯექი და მე მომმართავთ მეთქი და დიახ თქვენ მოგმართავთო ნუ წამოვდექი ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ და ვუთხარი რომ ფეხზე ავდექი და მაგრამ რეაქცია არ ქონია მომეცით თქვენი პირადობის მოწმობაო როდესაც გავედი კიდევ ერთხელ ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ ვაჩვენე პრესბარათი არ მიდაო პირადობის მოწმობაო მიუტანეს პირადობის მოწმობა და ასეთი ფრაზა თქვა რომ თუ ყურში არ გესმით თვალით მაინც ხედავ რაღაცა მსგავსი იყო და ამით თითქოს ხაზი გაუწევ იმას რომ თითქოს მე ვერ გავიგე ის რას ამბობდა მაგრამ გავიგე ძალიან კარგად და დავინახე კიდეც როგორ გაიღო კარი და როგორ შემოვიდა მოსამართლე და რა ვიცი პირველად არ ვარ სასამართლოში ძალიან ბევრი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოში და არა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაშუქებ არაერთს ხდომას რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ძალიან ხშირად მიწევს სასამართლოებში მუშაობა ძალიან კარგად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე სასამართლო დარბაზში და არასდროს მსგავსი შენიშვნა მე არავისგან არც ერთი მოსამართლესგან არ მიმიღია მოსამართლის პასუხი ამაზე იყო რომ უნდა დაალოდებოდა მოსამართლის განცხადებას დაჯდომის ნებართვასთან დაკავშირებით ეს ძალიან ბევრნაირად შეგვიძლია შევაფასოთ თუმცა ერთი რამ არის მნიშვნელოვანი უპატივცემულობის გამოვლენა ჩემი აზრით არ ფიქსირდებოდა ამ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში მოსამართლეს ფიქრობ რომ მინიმუმ არ ქონდა კაცრი სანქციის გამოყენების შესაძლებლობა როცა მით უმეტეს წამოდგა ჟურნალისტი და უბრალოდ დაჯდომის მომენტად შეიქმნა ინტერესთა შეუთანხმებლობა ხო მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში მოსამართლეს ნამდვილად შეეძლო მეტი ჰუმანიზმის პრინციპი გამოევლინა და მინიმუმ არ დაეჯარიმებინა თან 200 ლარით მოსამართლე მინიმუმ ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეეძლო მოსამართლე გაეძევებინა შენიშვნა გაფრთხილება მიეცა მაგრამ ჯარიმა ჩემი აზრით არის უკიდურესი ღონისძიება ამ მომენტში ჩემი ფაქტი მოხდა შესვენების შემდეგ რომ სხდომაზე შევედით თუმცა მანამ როდესაც სხდომა დაიწყო ბატონი მოსამართლე ამბობს რომ უკანა რიგებში ვინც ხერხართ ყველანი აბრძანდით და გაბრძანდით დაატოვებინეთ დარბაზი მოსამართლემ თქვა ასეთი რამ რომ როდესაც მე შემოვედი თქვენ არ აბრძანდით ფეხზე ეს არის პატივცემულობა და შესაბამისად დატოვეთ დარბაზი და მანდატურებს მოუწოდა რომ დაეტოვებინათ დარბაზი იყო იქ რეპლიკები რომ ავდექით რამდენჯერ უნდა ამდგარიყავით ხო მოკლედ რაღაცა მსგავსი შეცახილები თუმცა ნუ არ გაითვალისწინა მოსამართლემ და დაატოვებინა დარბაზი უბრალოდ ისინი არ დაუჯარიმებია ისინი გააძევა მე დამაჯარიმა ჩემთან ერთად კიდევ ის ქალბატონი როგორც იცი გიორგი ახობაძის ახლობელი არის არ გაგვაძევა სულ რაღაც რამდენიმე წუთს გაგრძელდა ალბათ 10-15 წუთი გაგრძელდა სხდომა და ნუ დამთავრდა სხდომა და გამოვედით და ჩავიბარე ეს ოქლი 48 საათი მაქვს გასასაჩივრებლად ხვალდილით გავასაჩივრებ იმ დარბაზში ერთი კამერა სათვალთვალო კამერა დავაფიქსირე რომელიც სავარაუდოდ სწორედ იმ კუთხისკენ იყო მიმართული სადაც მე ვიჭექი და წესით და რიგით თუ ეს კამერა მუშაობს წესით და რიგით უნდა დაეფიქსირებინა როგორ ავდექი ფეხზე ამიტომ გამოვითხოვე ხლა კანცელარიაში ჩავაბარე წერილი გამოვითხოვე აი ამ კამერის ჩანაწერიც ჩაიბარეს რა ვიცი განცხადება და დიდი იმედი მაქვს რომ ჩანაწერი არსებობს და დიდი იმედი მაქვს რომ ამ ჩანაწერზე წვდომა გვექნება იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება იმისა რომ მე ფეხზე ავდექი თუმცა დარბაზში სხვა არაერთი ადამიანი იყო რომლებმაც ასევე დაინახეს ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მე ფეხზე ავდექი